შევყავდა გამოკლებაზე წაყვანილი რომ ჩამოვედი აი ესე დამხვდა ისა ჩამოშლილი აი ეს კუთხე აი აქ ვცხოვრობ 23 წელია 58 წლის ბელა თადიაშვილს, რომელიც 15 წლის უსინათ ლოშეშემოპოშვილიშვილს მარტო ზრდის სახლი თავზე ენგრება. სოციალურად დაუცველი ქალი მძიმე ცხოვრებამ იძულებული გახადა თბილისიდან ბაზალეთში გადასულიყო საცხოვრებლად. ერთადერთ საცხოვრებელს დღითიდღე უფრო მეტი ბზარი უჩნდება. ესენი ხო ეზიდებიან, ეს ტრაქტორები ხო მუშაობენ. და იმ ტრაქტორით რო ფხიკავენ იმას არა და ბიძგები არ არის? არ ვიცი რა ხდება რო 23 წელია მხოლოდ ბზარი იყო და სახლი არ დანგრევია. იქამდეც არ იყო, აი ეხლა უფრო გადიდდა შიგნით. ეხლა ეტყობა კიდევაცასა და ეხლა რო ჩამოვედი, კიდე გავაკეთებინე ოთახი, რომ ბზარი არის გარედან და შიგნიდანაც გაიბზარა. 15 წლის მოზარდი პირველი ჯგუფის ინვალიდია. ის ბებიას უსინათლოთა სკოლაში დაყავს. ქალ 3 წლის წინ სახლის ფანჯრებთან ბეტონის საწარმო აუშენეს. მას შემდეგ მოსვენება დაკარგა. ფანჯრიდან ხმაური შემოდის. ჰაერი დაბინძურდა. ბეტონმზიდის გადაადგილებამ კი ამბობს, რომ ბზარები გააჩინა. ისეთი საშინელი მტვერი არის, რომ ზაფხულში რო ისაქნიან. როგორ არის ის ესეთი ამბავი რო არის. მე მოვიტანე ეს მინა ჩავაყენე. ისეთი ხმაური შემოდიოდა, სადაც ვარ ძირითადად და გუშინაც რო დაიწყეს დილით ბავშვი სახლში იყო და გაეღვიძა. უბა მეტრი ბეტონი რაღაც. ბატონო? 150 არის? და დღეში საჩვეოდა ეს ქარხანა რამდენ კუბომეტრს რა გაინტერესებს? რატო იღებთ კაბა? ლიცენზია მაინტერესებს თქვენი საწარმოს. ბატონი ლაშა ხშირად მოდის ხოლმე აქ? ვი? ლაშა. ვინ არის? ტალახაძე. ტერიტორია ბაზალეთთან ახლოს, სადაც ბეტონის ქარხანა გუგუნებს, პარლამენტის წევრს ქართული ოცნების დეპუტატს ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. აბრის მიხედვით ტერიტორიაზე ბეტონის საწარმო ჩემპიონი ოპერირებს. ჩემპიონ კონსტრაქშენის ქარხანა ახლა უკვე დუშეთშია. ბაზალეთის ტბის ასახველთან, ზის პირას. ეს კი ნიშნავს უსწრაფეს მიწოდებას საგურამოში, მცხეთაში, ყაზრიქსა და მთელს რეგიონში. სარეკლამო რგოლებში, რომელსაც ბეტონის ქარხანა სოციალურ ქსელში ანთავსებს, ინფლუენსერები საგურამოში ახალი სახლების მშენებლობით დაინტერესებულებს მომსახურეობას თავაზობენ. როგორც ჩანს, ადგილმდებარეობაც ამიტომ შეარჩიეს ახლოს მდიდრულ უბნებთან. სარეკლამო კამპანია სოციალურ ქსელში ჩემპიონი ბეტონის სახელით მიდის. ჩემპიონ კონსტრაქშენი, შენი პროექტის მტკიცე საფუძველი. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი ბაკორ გოგოჭურია. საბუთებში ოფიციალურად ტალახაძე არ ჩანს. ამიტომ კომპანიის ოფიციალურ მისამართზე დუშეთში, სტალინის ქუჩის 4 ნომერში მივდივართ, რომ გავარკვიოთ ვისია ბეტონის ქარხანა. ფიქტიურად გადააფორმა ლაშა ტალახაძემ ეს ბეტონის ქარხანა გოგოჭურებზე? არ ვიცი თქვენ და როგორ გიპასუხოთ მითხარით. ლაშა ტალახაძის კუთვნილ მიწაზე არის სწორედ ეს ბეტონის ქარხანა ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბეტონის ქარხნის საქმიანობით ზარალდება ერთადერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელიც ფაქტიურად უკვე ბეტონის ქარხნის ეზოში ცხოვრობს. არის, კითხეთ უნდა უკაცრავ. საკუთარი გამდიდრების ხარჯზე სხვის სახლებს ანგრევენ? დუშეთში, ამავე მისამართზე ბინა 16-ში კიდევ ერთი კომპანიაა რეგისტრირებული. LB Geo Group-ი. ამ კომპანიაში წილის 50% ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, 25 კი ბაკურ გოგოჭურს. გოგოჭურია შპს ჩემპიონის მფლობელი. ახლა ლაშა ტალახაძესთან ვარკვევთ რეალურად ვის ეკუთვნის ბეტონის ქარხანა. ბეტონის ბიზნესში როდის გადახვალით? როდის გადაწყვიტეთ, რომ ქვიშა, ღორღიცა მეტი თქვენი საქმე იყო? და შემდეგ უკვე ქართულ ოცნებასთან რომ დაახლოვდით, გაგეხსნათ გზა ლიცენზიებს ადვილად გაძლევენ? ლაშა ტალახაძე ადასტურებს, რომ ბეტონის ქარხანა მისია. ამას კიდევ ერთი დოკუმენტი მოწმობს. ეს არის ლაშა ტალახაძესა და საქართველოს ბანკს შორის 2026 წლის 27 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება. ბანკმა ტალახაძეს 10 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი დაუმტკიცა. ტალახაძემ უზრუნველყოფად კომპანიაში მისი წილი ჩადო. ანალოგიური ხელშეკრულება ამავე დღეს არის გაფორმებული კომპანია ჩემპიონის სახელითაც. ბატონო, 10 მილიონის სხე აიღეთ, ხო? ცოტა ხნის წინ დოლარი. ერთი წამით 27 იანვარს.
ნუ მიდიხარ იქით. კი ბატონო, სესხით მაქვს გაკეთებული ქარხანას და ყველა ბიზნესს რაც მაქვს სესხი. რა თქვენი საქმე მე სესხი რატო ავიღე? რა ქონება ჩადეთ სანაცვლოდ? რა თქვენი საქმე არ მითხარით? ლაშა ტალახაძე კანონს არღვევს. საჯარო რეესტრის მონაცემებით მას კომპანია LBJO გრუპი მართვაში სხვისთვის არ გადაუცია. არადა ამას კანონი ითხოვს. გამოდის, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატის მიღებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც ტალახაძე ბიზნესებს პირადად მართავს. აი კიდევ ერთი ფაქტი. ეს ლაშა ტალახაძესა და საქართველოს ბანკს შორის ბიზნესის დაგირავების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებაა. დოკუმენტი 2026 წლის 27 იანვრით თარიღდება. დოკუმენტებს კი ხელს კომპანიის სახელით ტალახაძე აწერს და არა წილის მმართველი, რომელიც არ არსებობს. ამაზე რეაგირება პირველ რიგში პარლამენტმა თვითონ უნდა მოახდინოს, იმიტომ რომ პარლამენტს აქვს შიდა მექანიზმები, კანონს რომ იყვებოდეს პარლამენტი, მაშინ რეალურად დადგებოდა ეს საკითხი პარლამენტში შიგნით, თუმცა ასევე სხვა უწყებები, ხო, თუნდაც ის ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ახლა გაუქმების პირას არის, მასაც შეუძლია ამაზე რეაგირება და ასევე რა თქმა უნდა თუ გავიხსენებთ სხვა თანამდებობის პირებს, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს თუ სხვებს, რომლებსაც დღეს საგამოძიებო უწყებები ედავებიან არალეგალურ ბიზნესს და ასეთ რამეებს, მაშინ შესაძლოა მსგავს საქმესთან გქონდეს საქმე, ხო, როდესაც ვთქვათ თანამდებობის პირი პარალელურად ბიზნესმენობს, ხო, რაც კანონით არის აკრძალული. დავიწყე ბიზნესი რომელსაც. ის რომ ტალახაძე ბეტონის ქარხნის მართვაში უშუალოდ არის ჩართული, ეს ჩვენთან ინტერვიუშიც დგინდება. ის დეტალურად ფლობს ინფორმაციას მომჩივანი ქალის შესახებ, რომელიც ბრალსდებს, რომ მისი ბეტონის ქარხნის გამო ერთადერთი სახლი ენგრევა. ადგილობრივ სახლები რო ენგრევათ, თქვენ არ რომელი სახლები განსხვავებას. თქვენი ქარხნის წინა მხარეს ქალბატონი ცხოვრობს, სოციალურად დაუცველი. თქვენი ბეტონძიდები, როდესაც გადაადგილდებიან ამ ტერიტორიაზე, ამ ქალბატონის სახლი, რომელიც ავარიულია ენგრევა. ესეც სულეს ატოვოთ. ნებისმიერი მანქანა, რომელიც ცენტრალურ გზაზე უნდა გაიაროს. ვიღაცა სახლი როგორ უნდა დაინგრეს ამით. სისულელია თქვენი აზრით ადამიანს ავარიული სახლი ენგრევა. თქვენ ბეტონძიდების გამო? მაგადამია ჩვენ დახმარებას შევთავაზეთ. ვინ გასცა საცხოვრებელი სახლის წინ ბეტონის ქარხნის მშენებლობის ნებართვა? ამ კითხვით ჩვენ დუშეთის მერთან მივდივართ. ბატონო კახაბერ, ლაშა ტალახაძეს ნებართვა თქვენ მიეცით ბეტონის ქარხანის მშენებლობაზე? არა ბატონო, არა. მე სამი თვეა რაც ვარ. მერი უარყოფს, არადა დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ როდესაც მერიას ბეტონის ქარხნის მუშაობის გამო შესჩივლა, მერმა პირადად ტალახაძესთან გადაამისამართა. პირველად რომ მივედი, მაშინვე მითხრა ბიჭებიც იყვნენ იქა, რომ უთხარიო, რომ ხსნიდაო, ჯერ არ უნდა თვითონ მოსულიყოვო, რომ ხსნიდაო, მაგას და უნდა დაგლაპარაკებოდაო შეელოდა. იყო მეთქი არ ყოფილა ჩემთან მოსული და კაიო მაშინაო და მე თვითონ დაურეკავო და მე დაველაპარაკებიო და მართლა დაურეკა და მეორე დღეს მოვიდნენ ჩემთან, ეს ბიჭები მოვიდნენ თან ის არ ვიცი ვინები იყვნენ. და მითხრეს, რომ ესეა ლაშამ დაგვაბარაო, რომ მიდითო და ნახეთო. ბეტონის საწარმოს მოწყობაზე ნებართვა დუშეთის მერიას უნდა გაეცა და მისი მაკონტროლებელი ორგანოც ის უნდა ყოფილიყო. მწვანე ალტერნატივა საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელის თქმით, თუ მერმა ბეტონის საწარმოს მუშაობის გამო გამოწვეული ზიანის შესახებ მიიღო ინფორმაცია, დაზარალებულთან არა მფლობელი უნდა დაეკავშირებინა, არამედ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მიეწოდებინა. თუ რაღაც დარღვევა დაფიქსირდა, მასვე უნდა დაეწყო კანონმდებლობით რაღაცა მოკვლევა, ხო? და ისე თქვენ როგორც ამბობთ, მაშინ ისე გამოვიდა, რომ ვინც დააზარალა, ის გაუშვა, ასე ვთქვათ, თავისსავე დაზარალებულთან საქმის მოსაგვარებლად, ხო? და რა ვიცი, ეს მე არ მიმაჩნია სწორ ქმედებად. თვითონვე უნდა ემოქმედათ. მაგრამ თუ გარემოზაცვითი კანონმდებლობის, მაშინ ზედამხედველობისთვის უნდა გადაეცა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩეულ დეპუტატს არ აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს ბიზნესის კეთებაში. ქართულმა ოცნებამ ამის გამო ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში გაუშვა. ბრალის დადგენილებაში ღარიბაშვილს ჩაუწერეს, რომ პრემიერად მუშაობის პარალელურად ბიზნესს აკეთებდა. მიღებული შემოსავლები კი უკანონოდ ჩაუთვალეს. ჩვენ ამ რეპორტაჟზე მუშაობის დროს არაერთმა პირმა დაგვიდასტურა, რომ ტალახაძე ბეტონისა და ინერტული მასალის ბიზნესში პირადადაა ჩართული. მაგალითად, როდესაც დუშეთის მერთან მივედით ბეტონის საწარმოსთან დაკავშირებით პრეტენზიებზე სასაუბროთ, მერმა გვითხრა, რომ მომჩივან ქალბატონს ტალახაძე მიხედავს.
ინგრევა ისახი ხო იცით თქვენი თანამშრომლები იყვნენ ადგილზე მისულები და ქვებიცვივა ეს ყველაფერი დაასურათეს გადაიღეს სახლს გაუმაგრებს ავტობუსის გაჩერება აღარ არის საფეხმავლო ბელიკი აღარ არის იმის გამო რომ იქ წარმოებაა შეუძლებელია საიდან მოაქვს ლაშა ტალახაძის კუთვნილ მიწაზე გაშენებულ ბეტონის საწარმოს ინერტული მასალები. ადგილობრივები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ტალახაძეს დუშეთში ქვიშახრეშის მომპოვებელი საწარმოც აქვს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შპს ჩემპიონის დირექტორ ზურაბ ჭინჭარაუზეა რეგისტრირებული შპს შატილსონი. შპს შატილსონმა კი 2025 წელს მდინარე დუშეთის ხევის ტერიტორიაზე 5 წლის ვადით ქვიშახრეშის მოპოვების ლიცენზია მოიპოვა. ამ დროს ლაშა ტალახაძე უკვე ოცნების დეპუტატი იყო. სად არის ადმუშაობს ბატონი ზურაბი? არ ვიცი სადღაცა რუსთავთან. რუსთავთან? დუშეთშიც მუშაობს? არა. არა, დუშეთში, ანუ მდინარის მიმდებარე ტერიტორიიდან ინერტულ მასალებს არ იღებს ბატონი ზურაბი? არა. ვიცი რომ გოგოჭურებთან მუშაობს, მაგრამ ტალახაძე მხოლოდ მუშაობს, მათ მიერ არის დასაქმებული, ხო? კი, მუშაობს. ბევრი წელია უკვე მათთან თანამშრომლობს? არა, 1 წელი იქნება. ლაშა ტალახაძის პარტნიორების კომპანიის დირექტორი კაცი ამ სახლში სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს. ჭინჭარაულმა თავდაპირველად დაგვიდასტურა, რომ საწარმოს დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩემპიონ ბეტონს სწორედ ის ამარაგებდა. თქვენ ამარაგებთ ლაშა ტალახაძის ბეტონ ჩემპიონს დუშეთში ინერტული მასალებით? რომელს? ლაშა ტალახაძის ბეტონის საწარმოს ქვიშახრეშით. დონოსოცა საჭირო კი. მას შემდეგ რაც ვუთხარით, რომ შაბათის ეთერიდან ვუკავშირდებოდით, ყველა სახელი დაავიწყდა და საუბრის სურვილიც გაუქრა. ბეტონის საწარმოს თქვენ ხომ ამარაგებთ დუშეთის ხევიდან ქვიშახრეშით? ჩვენ არ ამარაგებთ, ჩვენ ვყიდით ბალასტს. და ვის მოდის ბალასტის ყიდვაზე ვაძლევთ იმას. ანუ ლაშა ტალახაძე საკუთარი დირექტორის საწარმოს გაყიდულობს ქვიშახრეშს და ბალასტს, ხო? საკუთარი დირექტორი ვინ არის ლაშა ტალახაძის? ლაშა ტალახაძის ქარხნის დირექტორი ბრძანდებით თქვენ ახალი ამონაწერის თანახმად. ვიცი ახლა ეგენი რა, არ მაინტერესებს, მე ვიცი რაც მე უნდა ვაკეთო, რაც არის ჩემი საქმე. ხო და ვინ მოგიწოდათ რომ შეგექმნათ ეს ბალასტის მომწოდებელი ორგანიზაცია დუშეთის ხევზე, ბატონო ჩემო? ტალახაძესთან დაკავშირებული პირების სახელზე ჩვენ მივაკვლიეთ ინერტული მასალების მოპოვების არაერთ ლიცენზიას. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების მიხედვით შპს ჩემპიონმა 2025 წლის 10 თებერვალს 4 წლის ვადით მოიპოვა ნებართვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქვიშა და ხრეში მოიპოვოს. 2023 წლის 3 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ხრამის ტერიტორიიდან 5 წლის ვადით შეუძლია ქვიშა და ხრეშის მოპოვება. 2026 წლამდე აქვს ბოლნისში სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე ქვიშა ხრეშის მოპოვების უფლება. ქართული ოსნობის პირობებში გაგიმარტივდათ ლიცენზიების მიღება? პირიქით, ზღუდავენ ბატონ ლაშა. სპეციალისტების თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ იმ ტერიტორიებთან ახლოს, სადაც ლაშა ტალახაძესთან დაკავშირებულ კომპანიას ქვიშა და ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს, ბეტონის საწარმოები ფუნქციონირებდეს. ერთ-ერთი ასეთი საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი სამგორის ტერიტორიაზე უკვე არსებობს. როგორც წესი, მეზობლად არის ესეთი საწარმოები, ანუ ქვიშახრეშის მომპოვებელი საწარმო და ბეტონი. და თან ესე იგი ხშირად ერთი და იგივე საწარმოები აკეთებენ ამას, ან რა ვიცი, მეგობარი საწარმო თუ პარტნიორი საწარმოები აკეთებენ ამას ერთად. გარემოს დამცველების მტკიცებით, მსგავსი ტიპის საწარმოები სერიოზულ გავლენას ახდენს გარემოზე, როგორიცაა ჰაერისა და ნიადაგის დაზიანება, ხმაური. საწარმოების გეგმიურ მონიტორინგს კი გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს. თუმცა დეპარტამენტი შესაძლოა, რომ ლაშა ტალახაძესთან დაკავშირებულ საწარმოებამდე მოუცვლელობის გამო ვერც კი მივიდეს. არ გამოვრიცხავ, რომ არ იყოს შემოწმებული. ანუ თუ გეგმიურ შემოწმებებში ვერ მოხვდა და თუ არც საჩივარი არ შესულა და ანუ არაგეგმიურადაც არ შემოწმებიათ, მაშინ შესაძლებელია, რომ საწარმო არ შემოწმებულა, მაგრამ საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში, ესე იგი, თვით მონიტორინგის ანგარიშები. რამდენი ობიექტური იქნება თვით მოკვლევა? ნუ ეს სხვა საკითხია.
ჩვენ ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში გადავამოწმეთ. დავინტერესდით, ბოლოს როდის მოახდინა ბეტონის საწარმოსა და სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მონიტორინგი. პასუხი შაბათის ეთერს ამ დრომდე არ მიუღია.